ხო, დეპარტამენტში ადამიანს ვუთ. და არა ფედერალურ ბიუროს შენობაში. და დასულ ტერიტორიაზე უნდა იაროთ, ასე იტრიშინოთ, ხო? გუბერნიამ შემომიშვა, გენას ცვალე. გუბერნია მე არ ვიცი, ფედერალურ მთავრობას და ფედერალურ ბიუროს საერთოდ არ აინტერესებს გუბერნია. შიგნით იყვნენ გენაცვალე დაბადი. ვინ იყო კონკრეტულად გუბერნიიდან, აბა? ინსპექტორები არიან გენაცვალე შიგნით. ინსპექტორს გაურთხელებად აქვს შემოსვლება? არ ვიცი, ახლა იქ გადაწყვეტეთ. რატომღაც არ გვევთ რაღაც ჩარჩოებს თქვენს და თქვენი გუბერნიაც. დიახ. მე რა მაინტერესებს, მოდი რა მარტივ კითხვას დაგიცნობთ. თქვენი სახელი? ხინჩო გენაცვალე, ხინჩო. ხო, კარგი, ხინჩო მომისმენე. ფედერალურ ბიუროს დირექტორი დგას კარებთან და ამავდროულად დგას გუბერნიის ინსპექტორი, რომლის ნებართვაზე იმოქმედებთ. აი, შემოსვლის უფლება რომ გქონდეთ. დირექტორის გენაცვალე. ხო, ანუ ინსპექტორმა თქვენ ნება მოგცათ, უწაგან მიდასტურებდით, ხო? დიახ. ანუ უფრო მოსელებას გადაუჭარბებია ინსპექტორს და თქვენს თანამონაწილეებს ბრძანდებით. შესწავლას შემიყვანეთ. შესწავლაში არ ვიცი, მაგრამ ანონიმისთვის რომ იცოდეთ. ფრედი ჰენესმა შემიშვა სახელგვარი მახსოვს. მაგას ერთად ვიყავ, ფრედი ჰენეს. ხო არ იცით როგორი ვიზუალით გამოიყურება? უკანა გადაწეული თმები, კრემის ფერით მაქვს რაღაცა ეგეთი ფერის. გუჩის ტაცმელებს ვიეთ შემნაირად. და დატოები აქვს. დატოები აქვს? დატოები აქვს, კი. ხელებს თანზე. რაღაც საინტერესოდ არ საუბრობთ, ჩემი აზრით. საინტერესოდ როგორ უნდა ვისაუბროთ? დავშვიდით თუ შეიძლება. თქვენ ისეთი ადამიანი იქნებით, გიქნებათ ალბათ. სამხრე კამერაც თან. არა. არა გაქვთ? არა. მე კამერით მოძრავ ხოლმე ჩემი. სამხრე კამერას არ ვიყენებ. ჩათაში მიდის ჩემი კამერა. კარგით გავარკვიოთ აბა. ფიქრებზე გამიცით თუ შეიძლება პასუხი. ესე იგი პასპორტი რომ ჯიბეში კიდევთ? ჯაკი შინქაჭივის. აი, ბიჭაკი ჯიბიდან ამოიღეს პასპორტი გადახედავს. ხინჩო ხენეს დავაჭარი 1610 პასპორტს 25 დაუჯახებული მარიამ კოსტელო. ძალიან მოვიკითხა მარიამ კოსტელოს. რა გიბრუნებთ უკან? კარგი, შებრუნ თუ შეიძლება. მე ტყვე ხარ ახლა რო იცოდე. რა საინტერესოა. პატივცემულო ხინჩო. ტყვეები საიდან გაქვთ უკაცრავად? მომცეს. ესე იგი ერთი წუთი, ბოდიში მე ძალიან გაურკვევლობაში ვარ, თქვენ ახლა გზად შეხვდით და თქვენ არ გიცნობდით, ასე თქვენ გაგიცანით. მე ბორკილების დადების შემდეგო მეუბნებით რომ ვიზუალების თანამშრომელი ვარ და უბრალოდ მაინტერესებს რახან დავიწყე საპროცესო მოქმედება. ლეგალურებია. დიახ. 9 mm და 357 mm ტყვეებს ფლობთ თქვენ. ლეგალურებია. მაღაზიაში ვიყიდე. ხო, ბატონო ხინჩო, თუ შეიძლება, დიახ, უნდა ჩამოგართოთ მე აუცილებლად. ბატონო ხინჩო, თუ შეიძლება თქვენი სერტიფიკატი მიბოძეთ. ვახქედაში მიდო აღარ გვაქვს. კარგი, თუ შეიძლება შებრუნდით, მაშინ გავარკვევთ.
მე თქვენ სიტყვაზე ვერ გენდობით უკაცრავად თქვენ მეუბნებით ვიზნიუსის თანამშრომელი ვარ. უნდა მოვახდინო შესაბამისი რეაგირება. კარგით, ბოდიში მოხდით. საინტერესო. დიახ. პიჯაკის ჯიბეში ქონიათ, ასე ვთქვათ. ხიჭ გენერალ დირექტორო. ჩემი ხმა გესმით თქვენ? თქვენ ახლა იცით როგორ შარში ხართ. თქვენ აღმოჩნდათ ორი ტიპის, ასე ვთქვათ, ტყვია, რაც თქვენ სამსახურებო ჩარჩოებს ლეგალურები. რა ადგილდათ? თავდაცვის მიზნით მხოლოდ ტყვია ქონდათ. შესაბამისად იარაღი სადაკავთ. ავტოვე მანქანაში. იარაღს ინახავთ, ასე ვთქვათ. და გენერალ დირექტორს გაქვთ მაგის უფლება. ლიცენზია მაქვს იარაღის და არ არის ეს იარაღი ისეთი, რომლითაც მე აბსოლუტურად მაღაზიაში. აბსოლუტურად ყველაფერი დავაფიქსირე ჩემს ბოდი კამერაზე. შესაბამისად გავითამაშე ლამაზად და ლაკონურად, რომ მე თქვენ არ გიცნობდით და შემდგომ გავიგე თქვენი ვინაობა. ამიტომ მე ამ პატარა ნაკვეთს შემიძლია აღმოჭრა, პირდაპირ პროკურატურაში მივიტანო, პროკურატურა აღზრავს თქვენზე სისხლის სამართლის საქმეს. ეს იქნება გამოძიების ხასიათის თუ უფლებამოსილების შეჩერების. თუ შეიძლება მოისვენეთ წინააღმდეგ შემთხვევაში მეორეჯერ მიიღებთ ლამაზად სახეში, ასე ვთქვათ. ამიტომ თქვენი ბედი არის ძალიან ცუდ დღეში. და მინდა გირჩიოთ, რომ დიახ, გინდათ ციხეში აღმოჩნდეთ ახლავე, აი ამ წუთას. აი თქვენი ასე ვთქვათ სიცოცხლის და თავისუფლების გადასარჩენად რას გაიმეტებთ, აბა? $2. მეტი არ ვღიურო. კი ბატონო, $2. როგორ უნდა ვაწამოს ადამიანი, როგორ აიბოს. კარგი. ახლა რას გააკეთებ მეორე? დადგები, მე მობილურად გადაგიღებ შენ ვიდეოს და იტყვი რომ მე ხინჩო ჰენესი ვარ. მე ხინჩო ჰენესი ვფლობ არალეგალურ ნარკოტიკებს. გასაგებია თქვენთვის ან დაგაჭედებ შუბში ტყვიას. მაინც რომ იცოდეთ ეს რეალური ტყვეები არის. კარგით, ერთ წუთი დამელოდოთ. დიახ, თუ შეიძლება. გისმეთ ბატონო ხინჩო, აბა? საინტერესოა. ბატონო ხინჩო, ეს უკვე მეორე დიდი პრობლემა არის თქვენში, რომ თქვენზე შეიძლება ეს საჩივარო ბიუროში მივიტანო პირდაპირ. ბიუროც აღზრავს თქვენზე საქმეს. შესაბამისად, ასე ვთქვათ, ძალიან დიდი შემოტევები გელოდებათ და გამოწვევები წინ და რას ფიქრობთ თქვენ, აბა? აბა. გაქვს როგორ პატივცემულო. არ გეშინია, ბიჭო? მესიდია. ძალიან კარგი, ბოდიში მომიხადე. ბოდიში? იტირე და ბოდიში მომიხადე. თითქოს ტირი. ბოდიში. კიდევ, კი ცხარეცნემლით.
კი ბატონო, კარგი ბიჭი ხარ, კარგი ბიჭი ხარ. ეხლა მომისმინე შეჩმორო. ახლა მოხსნი ბორკის და გაიქცევი. აი გაიქცევი უბრალოდ. ჩმორო. მოგდა. იმესთან მოგაკითხავს ალბათ ვინმე. ალბათ